სდიან ქართულ სკოლაში და სდიან ქართულ ბავშვებზე და აი ამ ეგრეთ წოდებული ახალი მეთოდებით, ანუ ამერიკული მეთოდებით, როგორც მაშინ უწოდებდნენ და მე ამერიკულ მეთოდზე უფრო დაწვრილებით საუბრობ მშობლიური ენის დიდაქტიკაში და აქვე იმასაც გეტყვით, რომ ამერიკული მეთოდი გულისხმობს არა ცალკეული ასოს სწავლებას, არამედ მთლიანი სიტყვის სწავლებას და ეს სწორედ ინგლისური ენისთვის მისაღები და მოხერხებული მეთოდია. აი ეს მეთოდი გადმოიღეს ჩვენმა მეგობრებმა, წინაპრებმა ამერიკიდან, ევროპიდან, არ გეცნობათ? ეთქობა, ყოველთვის გვიყვარდა ხოლმე სიახლეები ევროპიდან რომ შემოდიოდა და ამერიკიდან და ხშირად სათანადო პილოტირების გარეშე ხდება ხოლმე მათი აპრობაციაც. და აი ამ მეთოდით შედგა 1924-28-29-31-32 წლებში სხვადასხვა სახელმძღვანელოები ანბანისა. ძირითადად ეგრეთ წოდებული ამერიკული მეთოდით იყო ეს სახელმძღვანელოები შედგენილი. გოგებაშვილის სახსენებელი მოისპო, რა თქმა უნდა, და სახელმძღვანელოებს დედაენაც კი არ დაეწერა, იმიტომ რომ დედაენა ეს გოგებაშვილის საავტორო კუთვნილება გახლავთ. მეგობრებო, როგორც ვეფხისტყაოსანია, შოთა რუსთაველის საავტორო კუთვნილება და გამზრდელი აკაკი წერეთლის საავტორო კუთვნილება და არავის თავში აზრად არ მოუვა დღეს დაწეროს პოემა და მას თავიდან უწოდოს გამზრდელი, თუ არ მიუთითებს მაინც ქვემოთ რაღაც შენიშვნის სახით, რა თქმა უნდა, ეს იქნება საავტორო უფლების დარღვევა. აი ასევე გოგებაშვილის საავტორო უფლება არის დედაენა. და კიდევ კარგი ესმოდათ მაშინ მის ოპონენტებს, რომ მათი წიგნი არაფრით არ გავდა გოგებაშვილს და არაფრით არ იმეორებდა და ამიტომ სათაურიც ახალი მოუძებნეს. ზოგს ერქვა ვისწავლოთ წერა, ზოგს ერქვა სკოლისაკენ, ახალ სკოლისაკენ, ну რამდენიმე სახელმძღვანელო იყო, ზოგის ავტორი იყო ფერაძე მაგალითად, ჭანიშვილის სახელმძღვანელოა ჩვენამდე მოღწეული გახლავთ, სხვათა შორის ბოცვაძე, ნუნუ ბოცვაძის და ეკატერინე ბურჯანაძის მიერ შედგენილი ადრეული ძიძი გურთან ერთად ანბანის სახელმძღვანელო, რომელიც აბსოლუტურად განსხვავდება გოგებაშვილის დედაენისგან. ამ სახელმძღვანელოებს გითხარით, სულ სხვადასხვა სახელი ერქვათ მეთქი. მაგრამ 1932 წელს უკვე ყველა მიხვდა, რომ გოგებაშვილის დედაენის ალტერნატივა არ მოიძებნა. ვერ მოიძებნა. საჭირო იყო ამ წიგნის დაბრუნება სკოლაში. მაგრამ ამ წიგნს იმ სახით, რა თქმა უნდა, ვერ დააბრუნებდნენ, რა სახითაც ის ბოლოს 1912 წელს გამოვიდა. ვერ დააბრუნებდნენ იმ სახით, იმიტომ რომ პირველ რიგში შეიცვალა სახელმწიფოს პოლიტიკა ხომ, შეიცვალა საგანმანათლებლო სივრცე, შეიცვალა მოთხოვნები მოსწავლის მიმართ და რაც მთავარია შეიცვალა იდეოლოგია. ამიტომ ამ სახელმძღვანელოს ამ სახით დაბრუნება არაფრით არ შეიძლებოდა. მაგრამ რა უნდა ვუქნათ იმ პრინციპებს, რომელთა შეცვლა არ შეიძლება იმის გამო, რომ ის ქართულ სინამდვილეს და ქართულ ენის თავისებურებაზეა მორგებული და მაშინ გადაწყდა სწორედ რომ შექმნილიყო სპეციალური ჯგუფი, რომელიც შექმნა ქართული ანბანის სახელმძღვანელოს. ამ ჯგუფის შემადგენლობაში შეიყვანეს ორი შესანიშნავი პედაგოგი ქალი, რომელთაც უკვე ჰქონდათ გარკვეული გამოცდილება ამ კუთხით. მემხედველობაში მყავს ნინო ბოცვაძე და ეკატერინე ბურჯანაძე, რომლებმაც ჯერ კიდევ 20-იან წლებში ძიძი გურთან ერთად გამოსცეს ანბანის სახელმძღვანელო მთლიან სიტყვათა მეთოდით შედგენილი და აი ამ ქალბატონებმა 1944 წელს მეგობრებო ქართულ საგანმანათლებლო სივრცეს შესანიშნავი საჩუქარი უძღვნეს გოგებაშვილის განახლებული, გადამუშავებული დედაენის სახით. ანუ პრინციპები გოგებაშვილისეული, ბგერითი ანალიზურ-სინთეზური მეთოდი, კითხვისა და წერის ერთდროული სწავლება, შესასწავლო ასობგერათა თანმიმდევრობისა და დაალაგების პრინციპი, ხალხურობის პრინციპი და რაც მთავარია საკითხავი მასალის შერჩევისა და დაალაგების პრინციპი დარჩა უცვლელი, როგორც იყო გოგებაშვილთან. მაგრამ შეიცვალა ბევრი რამ. პირველ რიგში კი შეიცვალა იდეოლოგია მოგეხსენებათ, ის უნდა ყოფილიყო იმ დროზე მორგებული, რა დროშიაც გამოიცა იგი, ამიტომაც ბუნებრივი აქ შევიდა საბჭოთა სინამდვილის სამსახველი ტექსტები, საკოლმეურნეო სინამდვილის სამსახველი ტექსტები, აქ შევიდა საბჭოთა პატრიოტიზმის თემატიკა, მაგრამ ყველაფერი ამის დამუშავება ხდებოდა იმ მეთოდების საშუალებით, რა მეთოდებსაც სათავე დაუდო გოგებაშვილმა. ამიტომაც ჰქონდათ ამ ავტორებს იმისი პრეტენზია, რომ წიგნისათვის დაებრუნებინათ სახელწოდება დედაენა, იმიტომ რომ უცვლელი იყო მთავარი პრინციპი სახელმძღვანელოს ადგებისა და მეთოდები, რომლებიც ქართულ სინამდვილეში დაამკვიდრა იაკობ გოგებაშვილმა.
ხოლო რაც შეეხება ყველაფერ დანარჩენს, საკითხავ მასალას, დასურათებას, ხშირ შემთხვევაში მასალის თანმიმდევრობას, ეს რა თქმა უნდა, ახალი იყო წიგნი პოლიგრაფიული თვალსაზრისითაც, იმიტომ რომ როდესაც გოგებაშვილმა ეს წიგნი გამოსცა, მეგობრებო 1912 წელს, მაშინ ფერადი პოლიგრაფია არ არსებობდა და აი ნახეთ, როგორ არის წარმოდგენილი აქ შავ-თეთრი სურათების საშუალებით. ის წიგნი შეიცვალა ვიზუალურადაც. ეკატერინე ბურჯანაძისა და ნინო ბოცვაძის მიერ შედგენილი დედაენით ისწავლებოდა ქართული წერა-კითხვა 1969 წლამდე. და ვისაც 1969 წლამდე ვულია სკოლაში, დაწყებით სკოლაში განსაკუთრებით ამ მეთოდით აქვს, ამ წიგნით აქვს სწორედ მასწავლი წერა-კითხვა. ასე რომ, როცა მივტირით ჩვენ გოგებაშვილის დედაენას და ვამბობთ, გოგებაშვილის დედაენა რატომ გააძევეს სკოლიდან, ბარემ ისიცა თქვა, რომელი გამოცემა აქვს მხედველობაში ხოლმე ჩვენ ძვირფას პოლიტიკოსებს 1866 წლის დედაენა თუ 1912 წლის დედაენა, იმიტომ რომ ამის შემდეგ გოგებაშვილის დედაენა აღარ დაუწერია. უბრალოდ მისი საქმე გააგრძელეს მისმა მიმდევრებმა ნინო ბოცვაძემ და ეკატერინე ბურჯანაძემ. 1969 წელს, როდესაც საქართველოში ექსპერიმენტის სახით გაჩნდა 6 წლიანთა სწავლების პირველი წელი, მას ასე უწოდებდნენ ადრე მოსამზადებელი ჯგუფი, ნული ჯგუფი, საჭირო გახდა რომ ამ ეგრეთ წოდებული მოსამზადებელი ექსპერიმენტული ჯგუფისთვის შექმნილიყო დედაენის ახალი სახელმძღვანელო. და დედაენის ამ ახალი სახელმძღვანელოს შექმნა ითავა გოგებაშვილის მიმდევარმა, მისი იდეების ძალიან აქტიურმა დამცველმა და მისი საქმის გამგრძელებელმა ბატონმა ვალერიან რამიშვილმა. რამიშვილის მიერ შედგენილი დედაენა 1969 წლის მერე უწევდა წარმატებით სამსახურს ჩვენს სკოლას. 1900-იანი წლების დასასრულს ეს იყო თუ არა ვსდები 99-98 წელი ვერ გეტყვით, გამოიცა უკვე გოგებაშვილის დედაენის ალტერნატიული სახელმძღვანელო. მე მაინც პირობითად გოგებაშვილს უწოდებ რამიშვილის შედგენილ სახელმძღვანელოსაც, იმიტომ რომ როგორც ბოცვაძე ბურჯანაძესაც თან აქაც ძირითადი და მთავარი გოგებაშვილისგან იყო გადმოღებული და ამდენად ამ ავტორებს ნამდვილად ჰქონდათ უფლება დედაენის სახელის გამოყენებისა თავის წიგნზე. იმიტომ რომ იქვე იყო მიწერილი შედგენილია გოგებაშვილის დედაენის მიხედვით და პრინციპები უცვლელი დარჩა. აი მე-20 საუკუნის ბოლოს გამოიცა დედაენის ალტერნატიული რამდენიმე სახელმძღვანელო, რატომღაც ყველამ დედაენა წააწერა თავის წიგნს ამ ახალმა ავტორებმა, თუმცა დედაენასთან გოგებაშვილის დედაენასთან ამ წიგნებს არანაირი საერთო არ აქვს თავიანთი მეთოდოლოგიით. დღეობით აი გოგებაშვილის დედაენის პრინციპების მიხედვით შედგენილია სახელმძღვანელო, ანბანის სახელმძღვანელო და ბუნებრივია რომ ამ სახელმძღვანელოს აქვს იმისი უფლებაც რომ გოგებაშვილის დედაენის სახელწოდება წაეწეროს წიგნს, იმიტომ რომ ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ რომ აი ის პრინციპები და ძირითადი რაც გოგებაშვილს აქვს აქ დაგვეცვა. ახლა რაც შეეხება თვითონ საკითხავი მასალის შერჩევისა და დალაგების პრინციპს, მეგობრებო. აი ამაზე უფრო დაწვრილებით გესაუბრებით ახლა მე თქვენ.